დილამშვიდობის დაიწყო ახალი სამუშაო კვირა და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოუთმელად ელოდება მათი თანამშრომლობის გაძლიერებას. პროტოკოლური გზავნილი თუ უფრო მეტი ვიდრე პროტოკოლი ტრამპის წერილი დღეს ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. დაგვალოდეთ პაატა ზაქარიშვილია ჩვენი პირველი სტუმარი, თუმცა ვიდრე სტუმარი შემოგვერთება, გადავხედოთ ბოლოს სიახლეებს. პოლიციამ თელავში ქორწილში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას. მომხდარი კი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა და ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაზიანება მიაყენა. ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო ინციდენტის ერთ-ერთი მოწმის მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის მიმართ. უწყების ცნობით მან გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა. პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვად არაბის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ჩრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალა და მჭიდები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დარყმების მორიგი ტალღა წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამიზნეებს შორის იყო ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრების აერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო ობიექტების საზღვაო შესაძლებლობები, რაკეტებისა და დრონების გაშვების ადგილები და საკომუნიკაციო ქსელები. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პოლიტოლოგი პაატა ზაქარიშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ პაატა და მადლობა რომ გვესწრებთ. დილამშვიდობის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბატონ პაატა, დონალდ ტრამპი უგზავნის ირაკლი კობახიძეს წერილს და იმოდით დღეს ამ წერილზე საუბრით დავიწყოთ, ვინაიდან ეს ამბავი შეფასების ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილი არის სამადლობელი დამოუკიდებლობის დღის მილოცვის sapasukho, რომელშიც ტრამპი აცხადებს, რომ მოუთმელად ელოდება საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას, სუვერენიტეტის უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ეს არის ტრამპის მთავარი მესიჯი. რა ჭრილში უნდა დავინახოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილი ბარათი? ეს გონიათ პროტოკოლური შინაარსის წერილი თუ მეტი ვიდრე პროტოკოლი და ზრდილობა მოითხოვს? არაფერი ამ გონია, ეს ნამდვილად არის პროტოკოლური შინაარსის წერილი. ამ ტიპის წერილი ტრამპს გამოუგზავნია უკვე ადრეც ამ ხელისუფლების პირობებში 26 მაისს, როცა მოულოცის კიდევ უფრო უნიკალური იყო, იმიტომ რომ ეხებოდა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ამიტომ სპეციფიკურად უნიკალური წერილი იყო ამერიკიდან გამოგზავნა, მაგრამ არსებობს რაღაც სია, არსებობს რაღაც გარკვეული დეპარტამენტი, სადღაც მუშაობს 1-2 ადამიანი ალბათ, აქვს სია სახელმწიფოების, როდესაც აქვს სიტყვაზე დამოუკიდებლობის დღეები, ან რომელსაც სახელმწიფო მოგვილოცა. მაგალითად ჩვენ დამოუკიდებლობის დღე და ვინც მოგვილოცა მათ უპასუხობენ. დარწმუნებული ვარ, ვინც არ დაიზარებს და შევა სიტყვაზე სახელმწიფო დაწესებულებების საიტებზე კონგოში მაგალითად ან და ბურკინა ფასოში ან სადმე ამ ტიპის სახელმწიფოებში ნახავს, რომ თუ მათ მიულოცეს ტრამპს უპასუხა შესაბამისად დაახლოებით იმავე სიტყვებით, თუმცა არსებობს რაღაც გარკვეული სიტყვები, სტანდარტული სიტყვები ამ სახელმწიფოებთან სიტყვაზე მიმართებაში და იყენებენ ამ ტერმინებს. არაფერი საერთო საქართველოს ამერიკის ურთიერთობებთან ამ ტიპის წერილებს არ აქვს. ეს არის პროტოკოლური კეთილი განწყობის წერილები, რა კი მომილოცე, მე გიპასუხე რომ არ დარჩეს უპასუხოთ შენი მოლოცვა. ეს არის ნორმალური, მაგრამ არაფერი პოლიტიკურ სპექტრში ტრამპის წერილის არც დრამატიზება ვარგია, მაგრამ არც გაუბრალოებაო, ასეთია ცალკეული. გაუბრალოება საჭიროა, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ასევე მიიჩნევს ბატონ პაატა სხვათა შორის, რომ აი სტატუს კოს შენარჩუნების შემთხვევაში არ არის გამორიცხული ურთიერთობების ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი აირჩიოს საქართველოს. ხო, რამდენად მაღალია ამის შანსი, ეს კითხვაც დავსვათ. ამის შანსი არის 50-50-ზე. მაგრამ ამდენხანს საქართველოს რამე საინტერესო ყოფილიყო ტრამპისთვის არა პიროვნულად, თუგ პიროვნულადაც, მაგრამ არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, იქ სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს, კონგრესი მუშაობს, ყველა მუშაობს და უცებ აღმოაჩენდნენ საქართველოში რაღაც
რაღაც უნიკალურ რაღაც ქვია ლითონს, რომელიც 10 კილომეტრის სიღრმეში არის სადღაც და იმის ამოღება ქართველებსაც შეუძლია და ამერიკელებმა შეიძლება ამოიღონ და ეს გამდიდო მთელი სამყარო. არა გამორიცხული ამ ტიპის რაღაც მოხდეს, მაგრამ რამდენი წელი გავიდა უკვე, რამდენი ხანი გავიდა, რაც ტრამპი არის პრეზიდენტი და არაფერი არ მოხდარა. ანუ არაფერი ისეთი არ ხდება დღეს საქართველოში, რომ ეს ვარიანტი ამუშავდეს, თუმცა თეორიულად ტრამპისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ თუ ამდენ ხანს არ მოხდა. ესე იგი ტრამპს საქართველოს არ აინტერესებს, როცა ინაუგურაცია იყო და მე მეკითხებოდნენ თქვენ სხვაებიც და ერთმანეთს მეკითხებოდით, რამდენ ხანში შეიძლება ამერიკამ ყურადღება მიაქციოს საქართველოს, თუ მძიმე ვითარება იყო მაშინაც, არა? მე ჩემი რაღაცა ესეთი შორტწყვეტებული რაღაც ხედვებით მიმოჩნდა, რომ ალბათ 6 თვეზე ადრე არ მოხდება, მაგრამ ალბათ იმედი 6-7 თვის შემდეგ საქართველოს საკითხი მოხდება ტრამპის მაგიდაზე. სადახარ რა 6 და 6-7 თვე. საერთოდ არანაირი რეაგირება არ ხდება, თორე ესე იგი რაგი ამდენ ხანს არ მოხდა რეაგირება საქართველოს მიმართ. ეხლა კონგრესში არჩევნებია. რატომ საქართველოა? საცალია ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ირანში პრობლემებია, კუბის საკითხები აქვს მოსაგვარებელი. არჩევნებამდე კუბაში მაინც უნდა ყავს ქულები ჩაიწეროს, იმიტომ რომ კატასტროფული მდგომარეობა აქვს ირანის მიმართულებით. არც 24 საათში და არც წლებში ვერ მოახერხა უკრაინის მოგვარება და ეხლა ვიდრე პრეზიდენტი ვიქნებიო, მანამდე მოვაგვარებო უკრაინულ-რუსეთის ურთიერთობებს. ანუ რატო საქართველოა? შესაბამისად მე არ ველოდები, პრაგმატულად არ ველოდები, რომ ტრამპის თავში რაღაცა აინთოს. ამიტომ თუ ამდენ ხანს არ მოხდა რა საქართველოს ინტერესის გამოხატვა, ის არ მოხდება სულ ცოტა ნოემბრამდე, დეკემბრამდე, მე ვნახოთ როგორ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ხო, აი ამ არჩევნებზე ჩვენ მოგვიანებით იმ სოფლიო პოლიტიკური პერიპეტიების კონტექსტში ვისაუბრებთ, იქამდე კი ტრამპის წერილთან დაკავშირებული თემა რომ ამოვწუროთ და იმოდით თავად ირაკლი კობახიძის გამოხმაურება გავაცნოთ მაყურებლებს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში დადებითი წერილით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოსო, აცხადებს ირაკლი კობახიძე და აქვე ქართულ ოცნებაში იცით ამტკიცებენ რომ ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზე დაეცა არა ქართული ოცნების პოლიტიკის, არამედ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო და აი რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, მოდით ესეც ვიკითხოთ. არსებობს თუ არა საფუძველი ბაიდენის ადმინისტრაცია ქართულ ოცნებასთან მიმართებაში რაიმე ესე ვთქვათ სუბიექტურ მიდგომებსა და გადაწყვეტილებებში დავადანაშაულოთ და აი ურთიერთობის ასე ძიმეთ გაუარესებაზე და გაფუჭებაზე პასუხისმგებლობა მოდის მხოლოდ ქართულ ოცნებაზე თუ ამავე დროს ამერიკის წინა ხელისუფლებაზე. არც ბაიდენისათვის, არც ტრამპისთვის, არც ბუშებისთვის, არც არავისთვის საქართველოს არ წარმოადგენდა იმდენ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომ ამის გამო საქართველოსთან ურთიერთობები გაეფუჭებინათ. ეს საქართველოს გამოასწოროს ურთიერთობები ამერიკასთან, იმიტომ რომ ამერიკას იმდენად ძლევა მოსილია. ყოველ დღე შეცდომებს რომ უშვებდეს ტრამპი, თუ გინდ ან მანამდე ობამა იქნებოდა, არა, ამერიკას არაფერი არ დააკლდება ამითი. თუ ამერიკა შეცდომებს უშვებს შეცდომებს, ყოველთვის აკლდება ამითი სხვა იმ სახელმწიფოებს, რომელიც მომართა შეცდომებს უშვებს. ეს მაგალითად იგივე, ის ვერ ერევა ირანს, მაგრამ ირანი ზარალდება. გაკუთრდა რეჟიმი ძლიერდება სიტყვაზე, მაგრამ ირანის ინტერესები, ხალხის ინტერესები ზარალდება. ანუ ეს შეცდომები კიდე კონტრ შედეგები გაქვს. ამერიკისთვის არაფერი შედეგები არაა. საქართველოს არაფერია იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპმა, ან ბაიდენმა, ან ობამამ ვიღაცამ დაიწყო, გაიხსენდა ობამამ, როდის დაიწყო გადატვირთვის პოლიტიკა 2008 წლის გაგანია ომის დროს პრაქტიკულად როგორც გაიმარჯვა, ერთ-ერთი პირველი იყო. ამიტომ არ არის, ეს არის კაფეო ცალსახად. ამ კობახიძის განცხადებებს მხოლოდ ერთ-ერთი ადრესატი. ეს არის ქართული ოცნების ამორჩეველი. ქართული ოცნების ამორჩევა სჭირდება მუდმივად გამოყვებო, რათა დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ქართული ოცნება სწორ გზაზე დგას. არც ერთი ადამიანი, ვინც ქართული ოცნების წინამდეგაა, აი ამ კობახიძის განცხადებამ არ მოახდინა მასზე გავლენა, რომ არ იქ სწორი ყოფილა თუ კობახიძე და მოდი აწი ხმას მივცემ ქართულ ოცნებას გამორიცხულია, სამაგოთ არა გამორიცხული, რომ ქართულ ოცნების ამორჩევლებში გაჩნდა 5-6 ადამიანი, რომელიც იტყვის მართლაც ხო რა მოგობეზე თავი რა, ხო ჩანს რომ არ გამოგდის არაფერი ამერიკასთან. ანუ უფრო ამიტომ ქართული ოცნების წერილები და შეტყობინებები არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ამორჩევლის მიმართ. არ დაკარგოს ამორჩეველი, იმიტომ რომ რაც უფრო მეც დაკარგავს, მეტი გაყალბება მოუწევს. ის ამორჩევლს ვეღარ შეიმოსავს. ამორჩევლი ვეღარ გამდიდრდება, გამორიცხულია. თუ რამე ხდება ამორჩევლებში რაოდენობრივად, ეს არის ამორჩევლების დაკარგვა, არა ბევრის, იმიტომ რომ არჩევანი არ აქვს, ოპოზიცია არ ჩანს.
კოპეს სხვა უბედურება საქართველოში, მაგრამ ის რომ უნიათო, უნარო, ქართული ოცნება უფრო ძლიერია ღმერთმა უწყის როგორ ოპოზიციაზე, ეს სხვა თემა. აი ამ ფონზე მას უნდა როგორმე ოპოზიციის დაბლა არ დაეცეს მისი რეიტინგი. და ყვებავს ესეთი ტყუილებით, ესეთი ბოდვებით, როგორც არის, რომ ხვალზე გადატვირთება მოხდა. პირიქით, რაც უფრო გვიახლოვდება ამერიკის არჩევნები, მით უფრო საქართველოს ინტერესი არის. მე არჩევნებში აშკარად ტრამპი არ მიიღებს იმ შედეგებს, რომელიც ელოდება და მთელი ყურადღება გადავა უკვე არჩევნების შემდეგ თავის გადარჩენაზე უკვე. და არა ქართულ ამერიკულ ურთიერთობების გადარჩენაზე. ამიტომ მე კონცეპტუალურად აი წმინდა წყლის პრაგმატული გათვლით ტრამპის ვადაში ვერ ვხედავ საქართველოს ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესებას. კონტექსტი და კიდევ ერთ გასულ კვირას მაკაბოჭორიშვილის ვაშინგტონში ვიზიტიც იყო შეფასების საგანი და ამ თემასაც მინდა რომ გამოეხმაუროთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. იცით რომ მარკო რუბიოს მიწვევით პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, ღონისძიებას სიტყვით გამოვიდა, ისე როგორც ნახეთ მინისტერიალის მონაწილეების ფოტოები, სადაც მაკაბოჭორიშვილი მარკო რუბიოს გვერდით. აი სხვა შორის მაგალითად მამუკა მდინარაძემ გაუსვა რამდენიმე დღის წინ ხაზი უშუალოდ ამ გარემოებას რომ ბოჭორიშვილი რუბიო გვერდი იდგნენ და თქვა რომ ზოგიერთი ტელევიზია არ იმჩნევს ამ ამბავს, არადა მდინარაძის შეფასებით ძალიან სიმბოლურია, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბრის ფონზე მაკა ბოჭორიშვილი იკავებს ადგილს სახელმწიფო მდივნის გვერდით. ეს ძალიან კარგი ჟესტია მასპინძლების მხრიდან, რომ ასეთია სახელმწიფო მინისტრის პოზიცია. თქვენთვის რა საჩვენებს ეს ფოტო და რა პოლიტიკური გზავნილი უნდა წავიკითხოთ ბოჭორიშვილი რუბიოს გვერდ დგომის ამსახველ კადრში? აი, დინარაძეს ვკითხავ, ერთი თუ შეიძლება მითხარით, მაკა ბოჭორიშვილს უკან დგას საქართველოს დროშა და რუბიოს უკან დგას ამერიკის შეერთებული შტატების დროშა? ეს არის ოფიციალური ფორმა, თუ ეს არის მისალმებითი პროტოკოლური სურათი, იმიტომ რომ ფეხზე დგომა ყველაზე მარტივი, ყველაზე პრიმიტიული, ყველაზე ზედაპირული ურთიერთობებია. როცა კონფერენციაზე იწვევენ ადამიანს, ის მიდის და მას ხვდება მასპინძელი, ხელს ართმევს და აცილებს. უკან უნდა იყოს კონფერენციის სურათი. და არა სახელმწიფოების სურათი. ამერიკის შეერთებული შტატების სურათი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ის არის მასპინძელი, მაგრამ თუ საქართველოს დროშა არაა, დიდი ბოდიში დინარაძევ რა, რაც არის იმაზე ნულაპარაკობ რა. ელემენტური რაღაცები, ძალიან კარგად ეს იკონოგრაფია პოლიტიკური, დიპლომატიური ძალიან კარგად არის გაწერილი. ჩემთვის დამაჯერებელი იქნება, როცა რუბიო და ბოჭორიშვილი ხედან მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთის და მეორის უკან არის დროშები, ან მაგიდაზე დგას ამერიკისა და საქართველოს დროშები. აი მაშინ აშკარად ჩანს, რომ ეს არის ქართულ-ამერიკული ოფიციალური ურთიერთობა და ეს მისალმება, ეს არის კონფერენციაზე ჩასული სტუმრის მისალმება მასპინძელთან. არც რუბიოს გვარი არ აქვს შემთხვევაში მნიშვნელოვანი, არც ბოჭორიშვილის გვარი არ მნიშვნელოვანი, არც მათი სტატუსები. ფაქტია, რომ კონფერენციაზე ჩასულ ვიღაცას ხვდება კონფერენციის მასპინძელი ვიღაცა. ეს არის და ეს. ამიტომ ამაში ტრაგედია არაფერი არაა, მაგრამ როცა ბერავენ აი ამ დახურეტილ, თქვათ ასე, იმაცა ქვია, ბურთს მუდმივად ქართულ ოცნება და ყოველთვის ჰაერს უშვებს ეს ბურთია რა. უნდა კარგად ხვდებოდნენ, რომ არ იყიდება გარდა ქართული ოცნების ამორჩევლის იქეთ ესეთი სავალალო იგავარაკები არ იყიდება არანაირად. მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებსაც გადავალოთ თვალი და რადგან თქვენ რამდენჯერ მიახსენეთ ამერიკის არჩევნები, პირველ რიგში სწორედ ამ კონტექსტში კითხავთ. აი დონალდ ტრამპს აღმოჩნდა, რომ არ მოსწონს ქვეყნის საარჩევნო სისტემა და ამტკიცებს, რომ ის კატასტროფულად არასრულყოფილია და მოკლე ამონარიდი მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებიდან ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ, რადგან სამართლიანი და პატიოსანი არჩევნების გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება დადიდებული, ამბობს ტრამპი, რომელიც ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ამ მომრჩეველთა სიებში დაახლოებით 278,000 არამოქალაქე აღმოაჩინა. აი რას ნიშნავს ტრამპის მიერ საარჩევნო სისტემის ხარვეზიანობაზე საუბრის დაწყება ახლა, როდესაც მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები, მეორე მხრივ მართლაც რამდენად ხარვეზიანი შეიძლება იყოს ეს სისტემა და კიდევ ერთი, არ ვიცი, რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დონალდ ტრამპი მოახლოებული არჩევნებით საკმაოდ შეშინებულია. კი, შეშინებულია და პირველ რიგში მე იმდენ როცა მოვისმინეს ყველაფერი, ქვია, მოვიდომე, მომესმინე თავიდან ბოლომდე ტრამპის გამოსვლა და სპეციალურად მოვისმინე. და აშკარად მთელი გამოსვლა არის ჩინეთის წინააღმდეგ. ანუ მთელი მისი კონცეფცია არის, რომ
ჩინეთმა გააკეთა ყველაფერი. ჩინეთი შეიჭრა ამ ჩვენ საარჩევნო სისტემაში, გაიტანა რაღაც მასალები და იმდენად ერთმანეთს საწინააღმდეგო ფრაზებია, რომ ვერ გაიგებ და რა უყო ჩინეთმა ამ მასალას. მაგალითად შეიჭრა თუ არა ამერიკელი ამორჩევის თავში, შეცვალა თუ არა თავში რაღაცები და იმის ნაცვლად რომ მიეცახმა ამისთვის, იმას მისახმა. ანუ ერთმანეთის გამორიცხავი უამრავი ესეთი ქვია არადამაჯერებელი ფრაზებია იმდენად რომ წამყვანო ორმა ამერიკულ კომპანიამ მაშინა შეწყვიტა ტრანსლაცია და რამოდენიმე და თითქმის მისი გამოსვლის ბოლოსთვის მხოლოდ 2-3 ტელევიზია განაგრძობდა დიდი ტექსტი იყო ესა განაგრძობდა ტრანსლაციას ერთმანეთის გამორიცხავი იყო და ცოტა არ იყოს ძნელი მოსასმენია რისი თქმა უნდა ჩინეთზე უნდა იყოს და ერთადერთი რაც გამოვიტანე მეტნაკლებად ლოგიკური რომ როცა ადამიანი არჩევნებზე მიდის მას უნდა კონდეს სურათიანი დოკუმენტი ან პირადობის მოწმობა და ანუ მაგრამ ვერ მოიტანა მტკიცებულება რომ თუ ეს დოკუმენტი არ აქვს ამით რაღაცა ფუჭდება ანუ სისტემა ამერიკაში იმდენად ჩემი აზრით მდგრადია რომ აუცილებელი არა ესეთი შუა საუკუნეებრივი მეთოდებით საბჭოთა მეთოდებით პასპორტზე ნაჩვენების სურათი აჩვენო ჩემი აზრით სისტემა მდგრადია რომ არა საჭირო მართლაც ქაღალდის დოკუმენტების მოტანა ეს ჩემი პატაზაქარიშვილის აზრია მაგრამ ტრამპმა რა კი ამას ხაზი გაუსვა მაშინ მტკიცებულებები იყოს რომ არასურათიანმა დოკუმენტებმა ეს შედეგი მოიტანა და უნდა იყოს დამაჯერებელი საბუთები რომ იმ რეგიონებში, შტატებში, სადაც არასურათიანი ან და მაგალითად ფაქტები რომ პოსტით გაგზავნილი, მე ჩვენპარება პოსტით გაგზავნილი სიტყვაზე, მაგრამ პოსტით გაგზავნილ მაგალითად ხმებში არა, უფრო იღებულობს საეჭვო რაღაც არსებობს რაღაცა გარემოებები. მან მტკიცებული არ მოიტანა, იმედია მტკიცებული არსებობს, საჭიროა სასამართლოში ვიღაცა წავიდეს და სასამართლომ ამერიკაში ყველაფერი სასამართლოს წყვეტს საბოლოო ჯამში. და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მართლაც და რასაც ტრამპი ამბობს, მართლაც და ქაღალდის დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემა იწვევს რაღაცა გაჭირება იმას რამდენად ცუდად არის რესპუბლიკელების საქმე ნოემბრის არჩევნების კონტექსტში და რა გავლენას მოახდენს ამ არჩევნების შედეგებზე მეორე მხრივ ირანის კონფლიქტი რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ერთხელ თქვენ გადაცემაში ქვია ეპშტეინის სიებზე ლაპარაკი გავლენას ვიღაც ახსოვს ეპშტეინი თუმცა ყველა შეახსენებს და სულ მალე ამოყრიან ეპშტეინის სიებს არჩევნების წინ მაგრამ რა თქმა უნდა ირანის კონფლიქტი მაგრამ ირანის კონფლიქტი არა იმის გამო რომ ტრამპი ირანთან ვერ აგვარებით იმიტომ რომ ქვია საწოლი ფასი იზრდება ამერიკას საშუალო სტატისტიკურ ამერიკელს შეიძლება საერთოდ აზრი არ აქვს სად არის ირანი არც აინტერესებს მაგრამ მან იცის რომ სადღაც არსებული ირანთან რომელიც შეიძლება მარსზე იყოს არა იქ გახურცილება ომებმა მე დღეს მის ჯიბეზე პირდა თან ძალიან მნიშვნელოვანია თან თამაშობს მუდმივად ერთი კვირა ესეა მეორე კვირა ესეა და აი ტრამპის ეს მომაბეზრებელი ახლა ხვალ კარგად იქნება და უარესია ხდება მის მიმართ მისი პოლიტიკის დისკრედიტაცია ამიტომ მე მგონი რომ კონგრესს ტრამპი წააგებს და დაიწყება უკვე იმპიჩმენტების მთელი სერია სადაც ის ასე ვქვია არ გახორციელდება იმპიჩმენტი მაგრამ ამაში დაიხარჯება ტრამპის მთელი ენერგია და დრო ისე რომ ასე მიგორდება ის საპრეზიდენტო არჩევნებზე და რაღა დროს ირანი იქნება მაშინ და რაღა დროს თუ გინდა საქართველოს მით უმეტეს. რაც შეეხება თვითონ ირანის კონფლიქტს, ახლა დღეს დილითაც დაგვხვდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ მორიგი დარტყმა განახორციელა ირანის წინააღმდეგ, როგორც ტრამპი აცხადებს, ირანი ძალიან სერიოზულად დაზარალდა სამხედრო თვალსაზრისით, თითქმის ყველაფერი დაკარგეს, რომ ამტკიცებს ამერიკის პრეზიდენტი, თუმცა ახლა მეორე მხრივ ხედავთ, რომ შეტევებს აგრძელებს თეირანიც, რომელიც ტრამპის შეფასებით დასუსტებულია. რატომ არ იმუშავა ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმმა ეს კითხვა ისევ რჩება და არ კარგავს აქტუალურობას და რატომ ჩათვალა მართლაც ირანმა, რომ აი მოლაპარაკებებს და მოლაპარაკების გაგრძელებას ომის გაგრძელება ურჩევს. იმიტომ რომ ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმი არ იმუშავა ერთადერთი მიზეზის გამო, რასაც მე ვამბობ ყოველთვის და არა მარტო მე, რომ როცა რაღაც ხდება მნიშვნელოვანი, ყველაფერი მანამდე თუ კიდე ერთი თვით ადრე ხდება ამ მნიშვნელოვანი დღისთვის, მაგალითად თუ არჩევნები ტარდება ჩვენთან სხვაგან არა, ყველაფერი არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ამიტომ პენსიების მომატებით რაღაც სიცოცხლელები რაღაცები, რაღაც მე უნდა ვნახოთ რა გაგრძელდება თუ არა. ვინაიდან 4 ივლისი მოდიოდა, თანაც 250 წლის თავზე ზამშოლოვანია. ამიტომ ტრამპს ჭირდებოდა მშვიდობა. ეს ერთი. და ვინაიდან აეტოლა ხამენეი არ იყო დაკრძალული, ირანს ჭირდებოდა მისი დაკრძალვა. ამიტომ ეს ორი მოვლენა დაამთხვიეს ერთმანეთს, შეთანხმდნენ
და ორივე ძალიან მსხვიდად ამოისუთქეს და დაარღვიეს ეს მემორანდუმი. უნდა ყველა კარგად იცოდეს ალბათ პირველში ტრამპა ის ბოდიში რომ ახლა ასე ვამბობ რა რომ სახელმწიფოს დაპყრობა არ ხდება ჰაერით არასდროს. სახელმწიფოს დაპყრობა მისი პოლიტიკის შესვლა ხდება ხმელეთზე შესვლით. როგორც ავღანეთში შესვლით გააკეთა რუსეთმა ან ამერიკამ ვიეტნამში და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ძვირი უჯდება სახელმწიფო როგორც წესი ვერ იგებენ, როგორც თუმცა ზოგჯერ იგებენ, ესე არ არის. მაგრამ თუ ხმელეთზე არ შედიხარ, ჰაერიდან რაც არ უნდა ბომბო, არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ ხის ააფეთქებ, ხალხი ნავები დაიწყებენ სიარულს. ქვით ხანას მოუწყობ, ეპოქას მოუწყობ ირანს, ქვებით დაგიწყებენ წინამდებობას. ვიდრე არ შეხვალ ხმელეთზე, მანამდე წარმატებას ვერ მიაღწევ. ამიტომ ცოტა არ იყოს უცნაურია ამერიკის ესეთი გაჯუტება, რომ ჰაერიდან უნდა ირანის აღება. არ გამოუვა ჰაერიდან, რომ გაანადგუროს. თლიანად წარმოიდგინეთ, ირანი შეიძლება მიაღწევს იმ დონეზე, როგორც აი წარმოიდგინეთ, რომ ოკეანეში უყარო რეგულარულად ძვირად ღირებული იარაღი. რა არაფერი არ გამოვა. შეიძლება ირანი უდაბნოდ აქციოს, უდაბნო ბომბოს, მაგრამ როგორც ვიეტნამში ხალხი შევიდეს მიწის ქვია, მიწის ქვეშ და იქიდან დაიწყოს ბრძოლა. ირანს ვიეტნამი კათარჟი უფრო სუსტ პოზიციებში იყო. თქვია, საბჭოთა კავშირი ეხმარებოდა რა ვიეტნამი თავის ხალხს წირავდა, ასევე და გაიმარჯვა. დღეს ვიეტნამი კომუნისტური. ასევე ირანს რუსეთი ეხმარება კასპიის ზღვის საშუალებით, უამრავი სხვა ფორმებით ირანს იარაღი ექნება, რუსეთს აწყობს, როგორც ამერიკის დისკრედიტაცია, ეს ირანის დასუსტებაც კიდევაც. რაც უფრო სუსტი იქნება ირანი, ის მით უფრო მიბმული იქნება ჩინეთზე, მით უფრო მიბმული იქნება რუსეთზე. ჩინეთსაც აწყობს ირანის დასუსტება და იმასაც აქვია რუსეთსაც. ამერიკას უნდა ყოველდღე ნაკლებად მოაწყობდეს, იმიტომ რომ რეჟიმი ძლიერდება, ხალხი იტანჯება და კიდევ უფრო მithuaresi ირანელი ხალხისათვის, რასაც აკეთებს ტრამპი. უკრაინა-რუსეთის ომის პერიპეტიებს რაც შეეხება და ცოტა დრო ამასაც მინდა დაუთქვათ, მით უფრო რომ კიევი აგრძელებს, როგორც ხედავთ, რუსეთის სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებს, განსაკუთრებულ სამიზნედ რჩება კვლავ ნავთობაზები, ნავთობტერმინალები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ისე როგორც უკრაინული ძალები დარტყმებს აყენებენ იმ რუსულ ნავთობტანკერებს. აი ზურაბ ბატიაშვილი წერდა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, რომ ასეთი ტემპებით მალე დასაწვავით აღარაფერი დარჩება რუსეთში. აი მართლაც რას აჩვენებს უკრაინის მხრიდან რუსეთის მიმართულებით დრონებით ასეთი მასშტაბური შეტევა, რუსეთში საწვავის დეფიციტი და მოსკოვისთვის იმ რესურსების, აი შემოსავლის და საწვავის ფაქტობრივი გადაკეტვა, რის გარეშეც, როგორც ამბობთ ანალიტიკოსები, ომები არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არის განსხვავებით ტრამპის პოლიტიკისაგან, ზელენსკის ამოცანა არ არის რუსეთში რეჟიმის შეცვლა. არც დაპყრობა არ არის და ამ შემთხვევაში გამართლებულია ეს საჰაერო. ზელენსკის ამოცანა თავის სახელმწიფოდან გაყაროს რუსეთი. რა ამოცანაც არ აქვს ტრამპს. ტრამპს არსაიდან გაყრა არ უნდა ირანის. მას უნდა ირანის შიდა რეჟიმი შეცვალოს, არა რეჟიმის შეცვალოს, არამედ რეჟიმის ქცევა, რეჟიმი აღარ შეიცვლება გასაგებია. რეჟიმის ქცევა შეცვალოს, გამოაკეთოს, გაუმჯობესოს. რა ნორმალურია, მაგრამ თუ რეჟიმი თავის პოლიტიკას არ ცვლის, მაშინ არაფერი არ უშველის ამას. სხვა პოლიტიკა, როგორც საბჭოთა კავშირი ჩამოშალეს, ის უნდა ჩამოშალოს შიდა რაღაც რეფორმები და არა გარედან ზეწოლით. აი, ამიტომ ზელენსკის პოლიტიკა უაღრესად სწორია, თანაც მას აქვს უნიკალური მხარდაჭერა ევროპის, იმიტომ რომ ევროპა ხედავს უკრაინის ომი მისვება. ჩვენ ვერ ხედავთ საქართველოს ამას, რომ უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა და შესაბამისად უნდა მხარში ვედგეთ უკრაინას პოლიტიკურად და პოლიტიკური განცხადებები და ამ ფონზე, მაგრამ ევროპა ხედავს და ეხმარება არა მარტო პოლიტიკურად, ჩვენ პოლიტიკურად შეგვიძლია, როგორც მოლდავეთი ეხმარება პოლიტიკურად, სხვა არაფერს შეუძლია მოლდავეთს. აი, როგორც მოლდავეთი მხარში უდგას უკრაინას, ეს უნდა ვედგეთ ჩვენს მხარში უკრაინას. უნდა ბაძავდეთ მას და ევროპა ეხმარება უფრო და უფრო ჩანს, კარგად კაფიოთ, რომ ამერიკა უფრო და უფრო მეტად ხდება იზოლაციისკენ მიდის. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველწას იქნება, მაგრამ უკვე ევროპა მიხვდება, რომ ასეთი ტრამპები შეიძლება მომავალშიც იყოს. ამიტომ მოდი ჩვენ თვითონ მივხვდეთ ჩვენ თავს. იზრდება საქართველოს როლი. იზრდება თურქეთის როლი, შავი ზღვის როლი, ამის გამო. ნუ გვეშინია ნატო შესუსტების. რაც უფრო მე არ მინდა ნატო შესუსტება, მაგრამ რაც უფრო შესუსტება ნატო და რაღაც სისუსტე რაღაც წერტილამდე დავა, მით უფრო პროპორციულად გაიზრდება ნატოს როლი ევროპაში, თურქეთის როლი, შავი ზღვის როლი, კავკასიის როლი და საქართველოს როლი. ამიტომ ჩვენზე მეტი მოთხოვნილება იქნება და ივანიშვილის შემდგომ საქართველოში, რომ იმედია რაღაც ფორმით რაღაც ახალი თაობა მოვა, იმიტომ რომ ამ ოპოზიციისგან არაფერს იმედი არ მაქვს, ახალი თაობა დაინახავს, დაიჯერებს თავის ძალას საქართველოს მართლობთ. ამ ფონზე უკრაინა იქნება უკრაინა აკეთებს სოფლიო საქმეს, ევროპის საქმეს, პირველ რიგში საქართველოს საქმეს პირველ რიგში და ამ დაბომბებით აიძულებს
პუტინი რო წამოიყვანოს პუტინი თუ არა სხვა ვიღაცა წამოიყვანოს მოლაპარაკებებზე. ბატონ პაატა, ბევრი დრო არ დაგვჭა, ამიტომ მინდა რომ ბოლოს ისევ საქართველოში დავბრუნდეთ და ერთი ამბავი შევაფასოთ. დიდი რეზონანსი ახლავს თელავში, გეცოდინებათ ქორწილში მოხდა შემთხვევას, როცა აღმოჩნდა რომ რუსეთში მცხოვრებმა ტურისტებმა სამქალზეა საუბარი, აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს, მათ შორის წყალი დაასხეს თურმე აპარატურას, ამის გამო კი ერთ-ერთმა მასპინძელმა, რომელიც არის სიძის ძმა, ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ტურისტს. ქალს ეს ახალგაზრდა მამაკაცი დაკავებულია, მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აი რა პრობლემებს აჩვენებს თელავში მომხდარი შემთხვევა, ეს რო გითხრათ და ვის მხარეს ხართ ამ ამბავში? მათ მხარეს, ვინც ფიქრობს, რომ პროვოკაცია მოაწყეს რუსეთის მოქალაქეებმა და სახელმწიფოს, ამაზეც უნდა კონდეს რეაგირება, თუ მათ რიგებში, ვინც მიიჩნევს, რომ ძალადობას, რაც არ უნდა იყოს მიზეზი და საფუძველი, გამართლება ვერ ექნება. არა, ძალადობას გამართლება ვერ ექნება ვერანაირად, მაგრამ ამით არ შეიძლება წერტილის დასმა. და მძიმე უნდა დაისვას და გამოვდოთ ლაპარაკი. საქმე ისაა, რომ ყველაფერი მიდის პირველ რიგში უვიზო მიმოსვლაზე. და კეთილი უნდა ვინებოდ ეხლა მაინც დაუწესოთ რუსებს სავიზო რეჟიმი და მოხდეს მეტნაკლებად გაურთულოთ მათ საქართველოს შემოსვლა ცხოვრების პირობები, იმიტომ რომ რუსეთი ჩვენი მტერია, მარტო პუტინი კი არა ჩვენი მტერი, მთელი რუსეთია ჩვენი მტერი და აი ამ ქალების მოქმედებამ კიდევ ერთხელ დადასტურა. ამიტომ მე მიმაჩნია რომ კი ბატონო სახელმწიფო არის პირველ რიგში კანონი, არა მარტო კანონი, პირველ რიგში კანონია, სამართალია და ძალადობის შემთხვევაში სულ ცოტა რაღაცა სამართლებრივი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ამ ახალგაზრდის მიმართ, მაგრამ უნდა გავარკვეთ მიზეზ შედეგობრივ კონტექსტში და თუ ეს ქალბატონები თუ კი არა და ნამდვილად არიან, ქვია, პროვოკატორები, პროვოკაციის წარმოებლები, პირველ რიგში მე მგონი რომ მათ მიმართ უნდა აღიძრას რაღაც გარკვეული საქმე. მე კატეგორიულ წინააღმდეგი ვარ ვინმე ციხეში გაშვებისა, თუ გინდა ქალებისა, თუ გინდა ახალგაზრდისა გამორიცხულია, მაგრამ რაღაც გარკვეული ჯარიმებით, რაღაც ფორმებით, ჩემი აზრით ძალიან კარგი შეტყობინება რუსი ტურისტები და რუსებისთვის, თუ ეს ხალხი გაძევებულები იქნებიან საქართველოსთან. სასამართლო მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მათ ქმედებამ საქართველოში გამოიწვია საზოგადოების ინტერესების მავნე რაღაც გარკვეული ქმედებები, ჩაევრივნენ არა უბრალოდ ვიღაცებს, არა ქორწილში, რომელიც არის მნიშვნელოვანი ღონისძიება სოფლიოში ყველგან და მით უმეტეს საქართველოში, შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილს და ამიტომ თუ გაძევება მოხდება, ყველაზე ეფექტური საშუალება იქნება, რათა სხვება დაინახონ რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით. და ამ ახალგაზრდას მე მგონი მაინც პატარა სუბუქი ჯარიმათი შეიძლება ჟარიმით შეიძლება შემოგვიყვება. მივიდივართ იქამდე, რომ სერიოზული რისკების შემცველია რუსეთთან, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოსთან უკონტროლო მიგრაციული პოლიტიკის გატარება და მეორე მხრივ მაშინ ამდენად შეგვიძლია დღევანდელ მოცემულობაზე ვთქვათ, რომ ეს არის უკონტროლო მიგრაციული ასპექტი. კი, რა თქმა უნდა, ჩამოვთქვი ვთქვათ, რომ ეს უვიზო რეჟიმის შექმნა რუსების წინაშე, ვინც რუსებს ვიცნობ და მე ვიცნობ კარგად მათ, ეს ქალბატონი როგორც მოიქცნენ, არის ტიპიური რუსული ქცევა. აი ეს უნდა მოითხოვოს, უნდა დასრულდეს მათი ესეთი ქცევები საქართველოში. საქართველო აღარ არის რუსეთის იმპერიის ნაწილი და მათ თავში საქართველო არის რუსეთის იმპერიის ნაწილი. აი ეს ეხლა კარგი მომენტია, მადლობა ღმერთს რომ სერიოზულად არ უნდა დაზიანებულა ფიზიკურად ასე შემდეგ. კარგი მომენტია კიდევ ერთხელ შევახსოვოთ რუსეთს, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის კოლონია. და პანგურის გარტყმით, არა პირდაპირ იმედია, პანგურის გარტყმით მოხდეს ამ ხალხის გაძევება საქართველოსთან. მეორე მხრივ საკონტროლო ჩვენ ვართ სახელმწიფო, ამიტომ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჯობდა რომ პოლიცია მიიყვანა იქ პოლიციის საშუალებით მოხდარიყო ამ ქალებთან ურთიერთობები, ძალაგება რაღაცები. შეიძლება ეს ლამაზ სიტყვები ითქვას და ესეც უნდა მოხდარიყო ჩემი აზრით. არ იყო საჭირო პირდაპირ შეჭრა და ეს მუშტის ჩარტყა მით უმეტეს ჩანდა რომ იღებდნენ და პროვოკაციას ჰქონდა ადგილი და პროვოკაციაში მონაწილეობა მოუწია ამ ახალგაზრდა თან უგზობ ნამდვილად მას, მაგრამ არ ვეთანხმები ფორმებში როგორ უნდა იყოს, შეიძლება აყალმაყალი ყოფილიყო, პოლიცია მიყოლ თვითონ გადაიყოთ კადრები, მაგრამ დარტყმა, მაგრამ ვინაიდან სახელმწიფო არსებობს როგორც ესეთი საქართველო, მან კანონის ფარგლებში უნდა მოახდინოს მინიმალური თქვათ ასე დაზიანებით ამ ახალგაზრდის მიმართ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ რაღაც ჯარიმა გადაიხადოს და ყველა მიხვდეს, რომ კანონი მუშაობს, მაგრამ რუსეთის თავხედობას უნდა ბოლო მოეღოს. მადლობა ბატონ პაატა, დღეს დაგემშვიდობებით პაატა ზაქარიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ხოლო ვიდრე რეკლამას გამოვაცხადებ, ბოლოს გეტყვით, რომ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ ოფიციალურად მის ადვოკატს ლაშა კაპანაძეს ცოტა ხნის წინ ესაუბრა ჩვენი ჟურნალისტი ეკა ლემონჯავა და იმოდით ვიდრე რეკლამაზე გავალთ, მოვუსმინოთ უფრო კონკრეტულად რას ამბობს და აცხადებს ადვოკატი. ათიანი ვადა. ვარაუდობ, რომ ბოლომდე გამოიყენებენ
კანონიც არსებობს, რომ დილის საათებში წარედგინოს ბრალი და შესაბამისად შეიძლება დღესვე ჩატარდეს პროცესი. როგორი იქნება აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრაზე თქვენი პოზიცია, რას მოითხოვთ ჭიღლაძის მიმართ? გააჩნია პროკურატურა, რაიმით შემოვა, მე ვარაუდობ, რომ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. თუმცა ჩვენ გირავს დავაყენებთ. ალექსანდრე მელაშვილი გამოვიდა სამმართველოდან და ესეთი რაღაც დაიძახა, რომ უკვე მიცემული აქვს ჩვენება და შეცვლას არ აპირებს. ამაზე გამოცვიდნენ პოლიციელები, დააკავეს და ძალის გამოყენებით შეიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. რაც შეეხებათ იმ რუს ქალბატონებს, თუ იმყოფებიან ქვეყანაში ან სად არიან, რა არის თქვენთვის? კი, გუშინ იყვნენ, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ გუშინ თელავის რაიონის სამმართველოში. თქვენმა დაცვის ქვეშ ყოფმა მისცა უკვე ჩვენება თუ ჯერ არა? კი, მისცა კი. 18-ში ვარ, როდესაც გადაიყვანეს. დაზიანება მიაყენა სასამართლოს ნომერში მყოფმა რუსმა ქალბატონმა, როდესაც მოსთხოვა, რომ მასთან ელაპარაკა, რადგან მის ქვეყანაში იმყოფებოდა, მოსთხოვა, რომ ელაპარაკა ქართულად ან ინგლისურად გაეგრძელებინა საუბარი. რადგან ხალი აგრესიული გახდა, გუშინ მიმართა ადვოკატმა მარიამ დურგიშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომ დაიწყოს მის მიმართ გამოდიება. მაშასე ეს იყო თელავში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაპატიმრებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატის ლაშა კაპანაძის კომენტარი. დღეს ნიუსრუმში კი რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერთება, ასე რომ დაგვაკვეთით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი თეიმურაზ პაპსქირია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო თეიმურაზ და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით. თეიმურაზ, გავყვეთ მოდით მთავარ თემებს. პირველ რიგში კი დონალდ ტრამპის წერილი, რომელსაც ის ირაკლი ყობახიძეს უგზავნის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის და ეუბნება, რომ მოუთმელად ელოდება მათი თანამშრომლობის გაძლიერება, სუვერენიტეტის უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში. აი რა სიტყვით, ტრამპის წერილი არის წმინდა წყლის ეტიკეტის საკითხი და ოცნებას მისი გარღვევად წარმოჩენა არ გამოუვაო, ასე ფიქრობს რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. აი თქვენ რას გეუბნებათ ეს წერილი, იმიტომ რომ ტრამპის გზავნილი ქართულ ოცნებას დამატებით საფუძველს აძლევს იმის სათქმელად, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არსებულ ხელისუფლებასთან რეალური პარტნიორობა იწყება. რეალური პარტნიორობა არ იწყება და აბსოლუტურად სწორია, რომ ეს არის პროტოკოლური პასუხი მისალოც წერილზე მეტი არაფერი. ჩვენ ხედავთ, რომ არაფერი რეალურად არ შეცვლილა და გარდა ამისა კულუარულადაც ცნობილია, რომ არაფერი არ შეიცვლება უკეთესობისკენ ქართული ოცნებისთვის ყოველ შემთხვევაში. და ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ქართული ოცნება ყველანაირად იჭრის ყველანაირ გზას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დალაგებისთვის, როდესაც ცდილობს ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერას და ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. ამერიკის შეერთებული შტატები მსგავსი ქმედებებისთვის ძალიან კაცრად არის განწყობილი ასეთ ქმედებების მიმართ და ვიცით, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზუსტად ეს გამოთქვა ერთ-ერთ მთავარ წუხილად, რომ ირღვევა სიტყვის თავისუფლება, ირღვევა ოპოზიციური პოლიტიკოსების უფლებები და ასე შემდეგ. ეს არ ეხებოდა საქართველოს, იქ ეს იყო საერთოდ მსოფლიო მასშტაბით საუბარი და აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ვერაფრით ვერ დაალაგდება უბრალოდ ქართული ოცნება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან. თქვენც აღნიშნეთ და რეალურად კი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ ასია არა თუ პოლიტიკური ოპონენტების და პროტესტის ფარგლებში დაკავებული დაპატიმრებული ადამიანების მიმართ დევნის შეწყვეტა, არამედ მორიგ წრეზე ელოდებიან ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას, მაგალითად ბოლოში გადის ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის განხილვა და არის მოლოდინი, რომ ბრალდებულები გამომტყუნებელ განაჩენს უნდა ელოდონ. აი ამ თემამდე რადგან მოვედით რამდენიმე წუთი დაუთმოთ კიდეც ამ ფონზე, როცა რამდენიმე კვირაში ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე განაჩენს ელოდებიან, აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აი ვისაც გაქცევა შეუძლია, ქვეყნიდან უნდა გაიქცეს და ასე ვთქვათ, თავს უნდა უშველოს. თუმცა
დარჩენა და ციხეში წასვლა თუ გაქცევა ამ კითხვაზე თქვენი კოალიციის ლიდერებმა გულისხმობ გარეთ მყოფ ლიდერებს ზურაბ ჯაფარიძემ და ნიკა გვარამიამ უკვე გასცეს პასუხი რომ ისინი არსად გაქცევას არ აპირებენ. ამ კონტექსტში მინდა სწორედ კითხოთ, აი ქვეყნიდან წავიდა მაგალითად გიორგი გახარია, როცა იგრძნო რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მოქცევა ემუქრებოდა, ქვეყნიდანაა წასული მამუკა ხაზარაძე, საქართველოში აღარ იმყოფება გიორგი ვაშაძე, არ ვიცი ეს ადამიანები, ეს პოლიტიკოსები მალე დაბრუნდებიან თუ არა, თუმცა დღეს ისინი ქვეყანაში აღარ იმყოფებიან. აი თქვენ რას ეუბნებით ქართულ ოცნებას თქვენი დარჩენით და იმით რომ ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა გვარამია არსად წასვლას არ აპირებენ. ხო, ჯერ ერთი მე ამას გაქცევას არ დავარქმევდი, უფრო თავის არიდება გამოდის ამ შემთხვევაში. ვერც ერთ ასე იგი ვერანაირად ვერ იტყვი ვერაფერს ამ შემთხვევაში, ვერც მამუკა ხაზარაძეს და ვერც გიორგი ვაშაძეზე რამეს რომ რატო ასე ვთქვათ არ ჩამოდის ქვეყანაში, იმიტომ რომ იცაც ქვეყანაში სამართალი არ არსებობს და სამართლიანი განაჩენის საფუძველი არ არსებობს. ბუნებრივია რომ ამ შემთხვევაში ეს არ არის ისეთ ნაბიჯი, რომლის გამო შეიძლება დაძრახო პოლიტიკოსი. ხო, მით უფრო მაშინ თქვენი ლიდერები რატომ არ მიდიან? ეს არის პიროვნული არჩევანი ამ შემთხვევაში და რომელი უფრო დააზარალებს ქართულ ოცნებას, მაგაზეა საუბარი ამ შემთხვევაში. ლიდერების ციხეში ჩასმა, გარეთ ყოფნა თუ აი ასე გაყოფილად ნაწილის აი რომელი უფრო დააზარალებს პირადად თქვენი შეხედვით? ამას რო გვიჩვენებს თეორიულად ალბათ სწორედ ეს მესამე ვარიანტი იქნება ყველაზე დამაზარალებელი. როდესაც ნაწილი გარეთ არის და გარეთ ცდილობს დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო ნაწილი შიგნით ციხეში აღმოჩნდება და ამით აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ აი ხო ხედავთ, ამათთან უბრალოდ საუბარი ზედმეტია, არ არსებულ ბრალდებებს გიმტკიცებენ ამ შემთხვევაში მაგალითად გახარიას პარტიის ცალკეულ წარმომადგენელი გისვათ კითხვას ციხიდან როგორ უნდა იბრძოლოთ, ან ციხიდან როგორ უნდა გააკეთოთ პოლიტიკა და მოდით აი ამ კითხვაზე რა არის თქვენი პასუხი ესეც ვითხარით. რეჟიმებში ციხიდან პოლიტიკის კეთება საკმაოდ მიღებული ფორმაა და საკმაოდ ხშირად მომხდარა. ასე რომ ეგ არ არის რაიმე არგუმენტი ამ შემთხვევაში ნელსონ მანდელამ ციხიდან გადაიხა აპარტეიდის რეჟიმი, კი აწლეულებ დასჭირდა ამისთვის, მაგრამ არც ქართული ოცნება არის ისეთი მძლავრი მანქანა, როგორც აპარტეიდის რეჟიმი იყო სამხრეთ აფრიკაში. მეორე მხრივ, როგორ ფიქრობთ, რას უშ თვითონ ქართულ ოცნებას, ანუ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას მისცემს თუ არა ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს? ვრცელდება სხვათა შორის ბატონ თეიმურაზ ინფორმაცია, რომ ბრალდებული პოლიტიკოსებისთვის გაკეთდებოდა შეთავაზება ქვეყნიდან გასულიყვნენ და ამაში ასე ვთქვათ ხელს არავინ შეუშინდნენ. აი მსგავსი რამ თუ შემოუთვალეს, მაგალითად თქვენი კოალიციის ლიდერებს და თუ გაქვთ შესაბამისი ინფორმაცია? ზურაბ ჯაფარიძე თვითონაც იტყოდა ალბათ და გაუცებული დარჩა პროკურატურა, როდესაც პირველად გავიდა და უკან დაბრუნდა, ასე რომ შესაბამისად მოლოდინი როგორც ჩანს ქართულ ოცნებაში იყო იმის, რომ არ დაბრუნდებოდნენ. ახლა ნიკა გვარამიასთან მიმართებაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ნიკას მოეთხოვა და მისთვის დაეკმაყოფილებინათ გასვლის უფლება, ასე რომ ვერაფერს ვერ ვიტყვი. როგორც ჩანს რას უპირებს მაშინ კიდევ ერთი კითხვა ამ ადამიანებს ქართულ ოცნებამ რა გათვლა აქვს პოლიტიკური ვაჭრობა შემდეგ დასავლეთთან თუ პირდაპირ დიქტატურის დამყარება არის მოსაზრება რომ ქართული ოცნება ციხეში მყოფი ოპონენტების თუ პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებული მომიტინგეების საკითხით უკვე მოგვიანებით დასავლეთთან ვაჭრობას დაიწყებს, თუმცა ამ მოსაზრებას ყველა არ ეთანხმება და აი მაგალითად ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩვენს არხს სტუმრობდა, ამბობს რომ არავითარ ვაჭრობას ქართული ოცნება არ აპირებს, ესენი აქ დიქტატურის დამყარებას აპირებენ, არანაირი ვაჭრობა არ იქნება, პირდაპირ წავლენ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაზე, ამაც სხვა ამოცანა არ აქვთო, ამბობს ის და არა მხოლოდ მელაშვილი, სხვათა შორის ბევრი პოლიტიკოსიც და ანალიტიკოსიც ფიქრობს, რომ ოცნებას სურს დარჩეს ხელისუფლებაში, რაც შეიძლება დიდი ხნით და მის ძალაუფლებას არც ქვეყნის შიგნით და არც გარედან არავინ და არაფერი დაემუქრეს. აი რამდენად გამოუვა ეს როგორ ფიქრობთ ქართულ ოცნებას და მით უმეტეს რამდენად გამოუვა იმ გზით, თუ კი ზურაბ ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას, ბადრი ჯაფარიძეს ციხეში შეაბრუნებს და ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს კიდევ ქვეყნიდან გააქცევს.
ხო, საქმეც იმაშია, რომ მაინც ვაჭრობისთვის გამოიყენება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ივანიშვილს სურს, რომ ის მიიღონ ისეთად, როგორიც არის და შესაბამისად ამისთვის წერს. ანუ ის ამბობს, რომ თუ შუა აზიის რეჟიმებს ელაპარაკებით, მე რატო არ მელაპარაკებით? ახლა იქ არც დემოკრატიის გამოცდილება ყოფილა, არც ხელისუფლების არჩევნებით გადაბარება ყოფილა და შესაბამისად არ ყოფილა ასეთი წარსული, როგორც საქართველოშია და იმიტომ ვერ ხვდება, რომ ზუსტად იმიტომ არ ელაპარაკებიან, რომ ის არ არის იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც ხალხი ასეთ და საზოგადოება ასეთ ქმედებებს ეგუება და ყოველთვის ასე ვთქვათ, წინააღმდეგობას უწევდა საზოგადოებამ მსგავს ქმედებებს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ამიტომ სწევს ახლა ის მართლაც ფსონს, რომ აი იქნებ თქვენ იმას მაინც დათანხმდეთ, რომ ამათ გამოუშვებ, მე რაღაცას მომაწესრიგებ და დემოკრატიის ფასადი შენარჩუნებული იქნება. ნუ ახლა უკვე არ ამგონია, რომ ეს მას გამოვიდეს, იმიტომ რომ ცალსახარო დასავლეთი არ აპირებს მისთვის აი ამ ფასადის შენარჩუნებას და ლეგვის ფოთლად მსგავსი ქმედებების აფარებას. არ გამოვა ეს და შესაბამისად ივანიშვილი, რომელიც აშკარად რუსული სახელმძღვანელოთი მოქმედებს, პირდაპირ ვიტყვი, ზუსტად იგივე სახელმძღვანელო, რაც ბელარუსში იყო გატარებული და ცოტა გაგვირებული კი არიან, რომ ამდენ ხანს არ იმუშავა ისე როგორც ბელარუსში. ბელარუსში ზუსტად იმას მიაღწიეს, რომ საბოლოო ჯამში გატეხეს ეს წინააღმდეგობა რეალურად, იმიტომ რომ არც ქვეყნის შიგნით დარჩა ხმის ამომღები და შესაბამისად არც საუბარი მიდის, მაგრამ ბელარუსში შეიძლება ითქვას, რომ მუშაობს ის მკაცრი კანონები და ზომები, რაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ ამოქმედებს. წინააღმდეგობის მოძრაობა აქაც გატეხილია თუ არა? არა, ჯერჯერობით მუშაობს. ყოველი, ანუ შინაგანი დუღილი არის. მთელი საქმეც იმაში გახავთ, რომ ორთქლის გამოშვების შესაძლებლობას როდესაც მოუსწრებს ხალხს, მაშინ შინაგანი დუღილი იწყება და ის რაზე იფეთქებს და როდის იფეთქებს, კაჩულმა არის. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო სიტუაცია. პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან სახიფათო სიტუაციაა, როდესაც შენ აწესებ ყველანაირ შეზღუდვებს და ეს შეზღუდვები თანდათანობით ეხება არა მარტო წინააღმდეგობის მოძრაობას, არამედ ყველას, მოსახლეობის აბსოლუტურად ყველა ნაწილს. და როდესაც შენ ვერაფერზე პროტესტს ვერ გამოთქვამ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაგიჭერენ, უზარმაზარ ჯარიმას გამოგიწერენ და ასე შემდეგ, ეს საერთო ჯამში ილექება და მოსახლეობა ერთ მომენტში ამას უპასუხებს. კიდევ ერთია ბატონ თემურაზ, თელავში ქორწილში მომხდარი შემთხვევაც მინდა შევაფასოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, კონკრეტულად კი რუსეთში მცხოვრებმა სამმა ქალმა აივინიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ქორწილის სტუმარმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა. ერთ-ერთ მათგანს დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი გიორგი ჭიღლაძე, რომელსაც 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აი რა გაქვთ სათქმელი, როგორ უნდა შეფასდეს მომხდარი და რა უნდა იყოს სახელმწიფოს რეაგირება, როგორც ვთქვათ, ერთ შემთხვევაში ისე კონფლიქტში მონაწილე ასევე რუსი ტურისტების მიმართ. ხო, პირველ რიგში ცალსახად აშკარა ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც უნდა აღიკვეთა სასტუმროს ადმინისტრაციას. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მსგავსი პროვოკაციის შემთხვევაში სტუმარი სასტუმროში მყოფი გაჩერებული ადამიანი იქნებოდა გაძევებული იმ სასტუმროდან პირველივე ასეთ ქმედებაზე. ეს არის უბრალოდ ნორმა და საქმე სწორედ მის მიმართ აღიზრებოდა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს როგორც მორალურ ზიანთან, ღირსების შეურაცხყოფასთან, ისე მატერიალურ ზიანთან, როგორც ჩანს დაზიანებული აპარატურის სახით. და პლუს ამას მეკორწილების ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ჩაშლა. ხო, ანუ აქ სერიოზულისა გასაგებია, რომ ახლა საუბარი იმაზე, რომ ძალადობის გამართლება მაინც და მაინც არ არის სწორი, თუმცა ფაქტია, რომ აშკარად აფექტურ მდგომარეობაში იმყოფება ადამიანი და ისიც ფაქტია, რომ გარკვეულწილად ინსტინქტურად აკეთებს ამას, თუმცა ალბათ ჯობდა თავი შეეკავებინა და პოლიციის გზით მოგვარებული იყო. საკითხი, როგორც ხვდები, პოლიცია იქ უბრალოდ ფიზიკურად არ მოდიოდა, სანამ უკვე კონფლიქტი არ გადაიზარდა ასეთ სერიოზულ ფაზაში.
რა პრობლემებს აჩვენებს თუ კი ფართო კონტექსტში შევხედავთ ეს კითხვაც მინდა დავსვა და ვიდრე გვიპასუხებთ აი მაგალითად ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი წერს სოციალურ ქსელში და მოკლე ამონარიტი მისი პოზიციიდან ბრმა უნდა იყო ვერ დაინახო თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო მიგრაციული პოლიტიკის გატარება რაც ფაქტობრივად ფართო მასშტაბიან მიგრაციულ ექსპანსიაში გადაიზარდა ამას ემატება ეკონომიკური ფინანსური საინფორმაციო კულტურული და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ექსპანსია რაც რბილი ძალით ოკუპაციის პირველი და იმპერიისთვის უაღრესად წარმატებული ფაზა ის რაც კახეთში მოხდა უბრალოდ აშიშვლებს იმ მარტივ სურათს რომ არსებულ მოცემულობაში რუსეთის სპეცსამსახურებს უკვე ძალიან მარტივად შეუძლიათ ნებისმიერი პროვოკაციის ან თუნდაც სერიის მოწყობა ამის ფაშიზმად მონათლა და საკუთარი მოქალაქეების დაცვის ეგიდით ოკუპაციის ცხელ ფაზაზე გადასვლა ეს არის გია ხუხაშვილის პოზიცია რამდენად დაეთანხმებოდით აი იმ რისკებსა და საფრთხეებში რის შესახებაც ანალიტიკოსი რისკები ნამდვილად არსებობს ყველაფერს თავი დავანებოთ საქართველოში მუდმივ მობინადრე და მომენტისათვის არის მეტი რუსი ვიდრე რუსეთში ქართველი ანუ რუსეთში ქართველი სულ ცხოვრობს 110,000-ზე ოდნავ მეტი და ესეც ეთნიკურად ქართველზე მაქვს საუბარი ახლა ამ შემთხვევაში ანუ ეს არის რუსეთის მოქალაქე რეალურად აქ ჩვენ გვყავს მობინადრე რუსები რომელთა რიცხვი ალბათ სადღაც 200,000-ია და ეს სერიოზული საფრთხეა რუსი ტურისტების მიმართ ქმედება სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტული და ფაქტობრივად თავზე ხელის გადაფარებით რასაც ჩვენ ვაწყდებით ეს არის ძალიან სახიფათო თამაში მსგავსი სიტუაცია როდესაც მოხდა თურქეთში რუსი ტურისტი იქნა დაკავებული 1 წლით მსგავსი სიტუაცია მოხდა ზუსტად თურქეთში და იქ დააკავეს 1 წლით ეროვნული ღირსების შეურაცხყოფისათვის რუსი ტურისტი. აქ ჩვენთან ვხედავთ რომ ყველანაირად თავზე ხელს უსვამენ და რაც დავარია ჩაერთო ეს მამუკა ფიფია რომელიც არ ვიცი ალბათ საქართველოს საერთოდ პერსონა ნონ გრატა უნდა იყოს და არ შეიძლება იყოს საქართველოში დაშვებული რადგანაც პირდაპირ ცალსახად არის პუტინის ინტერესების გამტარებელი რომელიც იცავს ყველანაირად ამ რუს ტურისტ ქალებს ხო და შესაბამისად ახლა რაზე აქვს საუბარი არ არის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა აბსოლუტურად ჩვენ ვხედავთ რომ არც პოლიცია გამოჩნდა დროულად იქ არც სასტუმროს ადმინისტრაცია მიიღო შესაბამისი ზომები და ახლაც დაკავებული ჯერჯერობით მხოლოდ ქართველია მადლობა ბატონ თეიმურაზ სტუმრობის და თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის თეიმურაზ პაპასკის ვიმშვიდობებით დღის ნევსრომით ამით დასრულებულია ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით ნახვამდის